ნათლისღება უფრო ხალხური სახელწოდებაა ამ სასწაულისა, არა მარტო ხალხური, მაგრამ მაინც უფრო ესეთი პოპულარული და ტრადიციული. სრული სახელი არის ამ დღესასწაულისა განცხადების დღე, განცხადების დღესასწაული. განცხადების დღესასწაული ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარი 30 წლის ასაკში ნათელიღებს და ამ დროიდან იგი იწყებს უკვე საჯარო საზოგადოებრივ მსახურებას. ამ დროს განცხადდა იგი, ამ დროს გამოჩნდა იგი და ნათლისღების დღესასწაულზე ვიცით რომ განცხადდა არა მარტო უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ავის დიდებულებით, არამედ მთლიანად ყოვლადწმინდა სამება, იმიტომ რომ ქრისტე იდგა მდინარე იორდანეში და ნათელიღებდა, ზეციდან მამის ხმა ისმოდა რომ ესე არ ძეჩემი საყვარელი და სულიწმინდა მტრედის სახით გადმოდიოდა მასიან. ყოვლადწმინდა სამების განცხადების დღეა ნათლისღების დღესასწაული. მაცხოვარმა არც ერთი დღე არ დაახანა თავისი საჯარო მსახურების დაწყება. იგი ამ ქვეყნად მოვიდა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენს სახსნელად ამ მსახურებისათვის და რა დღესაც იგი შესრულდა 30 წლის, იმ დღესვე მან არც ერთი დღე არ დააგვიანა რომ ნათელეღო, ანუ განცხადებულიყო და დაეწყო მსახურება. ამიტომაც უძველესი ტრადიციით ერთ დღეს აღინიშნებოდა ხოლმე შობა და ნათლისღება და ეს ორი დღესასწაული მხოლოდ მე-4-მე-5 საუკუნიდან, მე-6 საუკუნიდან იწყებს უკვე ცალ-ცალკე აღნიშნას და ამასაც თავისი ლოგიკა ჰქონდა, რომ ორი დიდებული მოვლენა ერთის მხრივ შორიშორს არ ყოფილიყო, მაგრამ მეორეს მხრივ ცალ-ცალკე პატივის მიგების საშუალება ჰქონოდათ ადამიანებს.